რიტორიკული შეკითხვით დავიწყებთ ხო, იმიტომ რომ პრაქტიკულად ალბათ არა აქვს ამას მნიშვნელობა. ხომ ვერ მეტყვით რატომ არ მიშვებდნენ დილით ამ დარბაზში? არიცით, კი ბატონო, მადლობთ. კი, აქვე მინდა ვთქვა, რომ ამ დარბაზში ახლა ისევე როგორც ამ პარლამენტში მე ვიცნობ ადამიანებს, რომლებსაც მე და ჩემი ორგანიზაცია ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ხარში ვედექით და ვეხმარებოდით, მაშინ როდესაც ისინი იყვნენ წინამთავრობის ოპოზიციაში. ხარში ვედექით და ვეხმარებოდით მაშინ, როდესაც ისინი იყვნენ ამ მთავრობის ოპოზიციაშიც. ეგეთი რამეები ხდება ხოლმე ამ ქვეყანაში. აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის გამარჯობათ. გაგა კარგად ისმის მანდ? კი, ძალიან კარგი. ხო, ამიტომ პოლიტიკურ პარტიებს მათ შორის და სამოქალაქო ორგანიზაციებს ბევრი ადამიანი. კი ბატონო, ხო, რა თქმა უნდა. და ეხლა ცოტა პარადოქსულია, რომ მე აქ შემოსვლისთვის დამჭირდა მთელი დღე აიქ იმის გადატანა, რაც ხდებოდა გარეთ და ეგ არის სირცხვილი. სამწუხაროდ. ის რომ ეს დამჭირდა, რომ ესე მოსვლით. ნუ მაწყვეტინებთ, რო ლაპარაკობდით, ხო არ გიშლედით მე. თქვენს ნუ შემიშლით რა. ძალიან გთხოვთ. ბატონო ნიკა, თქვენ დღეს მოგმართეს სტუდენტებმა, ხომ თუ წაიკითხეთ ის წერილი? თუ გუშინ, ხო? და ბევრ ადამიანს კი, მე მინდა ყველას გისურვოთ. თქვენ უპირველეს ყოვლისა, ჩემი აზრით იმ სტუდენტებმა არჩევანი ალბათ გააქვთ, რომ იმ სტუდენტებთან შეგეძლოთ ამამა თვალებში შეხედვა. არა უშავს სხვებთან თუ ისე კარგად ვეღარ იქნებით. მაგრამ იმ სტუდენტებთან დღევანდელი დღის მერე რომ დაბრუნდებით, უნდა შეძლოთ და არ უნდა შეგწყვეთ ძალიან გვიან ღამე რომ მარტო დარჩებით. ერთი წამით. მათქმენ, ხო, ერთი წამით. მომასმენ, მათქმევინეთ, კაცო. აქ იყო შეკითხვა, მე არ მგონია რომ აქ არის, აქ იყო შეკითხვა. არ მგონია რომ აქ პუნქტობ თუ შეიძლება მე არავის არა აშინებთ ბატონო ჩემო? არ ვაშინებ, მოუწოდე. აბა რას ქვია? მოუწოდე. აქ იყო შეკითხვა. თავს კონტროლი გაუწიეთ, პატუცებული. ვაგრძელებ და ხო მიხვდებით დავრჩებით. თავს კონტროლი გაუწიეთ. აქ იყო შეკითხვა. როცა ბიშლიან ხელს მიწევს რომ ხმასა უწიო და დაუწევ. ხელსაც ხელით უგველაპარაკები რა. ჩვენი არჩევანი არ არის, ჩემი ჟესტიკულაცია აქვს თავისუფლად. ჩვენი არჩევანია პარლამენტში მოქცევის წესები როგორ იქნება ბატონ თავმჯდომარე. დაწყნარდით ცოტა. აქ იყო შეკითხვა. მე ძალიან წყნარად ვთქვი, თქვენ ნერვიულობთ. აქ იყო შეკითხვა. რა არის ამაში რუსული? ან ერთში ან მეორეში. მე გეტყვით რა არის ამაში რუსული. ამაში არის მიზანი და სულისკვეთება. აი ამ კანონის, დიახ. და მე მინდა გითხრათ კიდე ერთი რამე და ამით ვამთავრებ. იმიტომ რომ ბევრი ახსნა განმარტება აქ არ არის არაფერზე საჭირო რა. აქ და ამ სულისკვეთების მიზანი, ამის ყველაფრის მიზანი, რეალურად სინამდვილეში არის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა. მე პირადად სულ რო დავრჩე მარტო, სულ რო ვიყო მშიე და არავინ არ დარჩეს ჩემ გვერდით. მე გავაგრძელებ ამის დასაცავად მუშაობას. დიდი მადლობა, კარგად. დიდი მადლობა.